სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისაწმინდისათა. ყველას მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ დიდ ქართველზე, დიმიტრი ყიფიანზე. მეგობრებო, წმინდა დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 27 აპრილს გორის მაზრის სოფელ მერეთში. ივანე ყიფიანისა და ბარბარე ფურცელაძის ოჯახში. დიმიტრი თბილისში აღზარდეს ნათესავებმა. მარიამ ყიფიანმა და ნიკიფორე ფიოდოროვმა. 1830 წელს დიმიტრი ყიფიანმა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელი დაამთავრა და იქვე დაინიშნა მასწავლებლად. ჭაბუკი დიმიტრი მონაწილეობდა 1820-1830 წლების კულტურულ საგანმანათლებლო პროცესში, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული კულტურის გამოცოცხლებასა და აღორძინებას. მეგობრებო, დიმიტრი ყიფიანს სწორედ კულტურულ საგანმანათლებლო ცხოვრების აღორძინება მიაჩნდა ქართველი ხალხის ეროვნული თვითშეგნების გამთლიანებისა და გამტკიცების საფუძვლად. დიმიტრი ყიფიანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა 1832 წლის შეთქმულებაში. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ იგი დაახლოებული იყო შეთქმულების ორგანიზატორთა ჯგუფთან. შეთქმულებაში მონაწილეობის გამო დიმიტრი ვოლოგდაში გადაასახლეს და გუბერნატორის კანცელარიაში გაამწესეს. 1837 წელს დიმიტრი საქართველოში დაბრუნდა და სახელმწიფო სამსახურში ჩადგა. იმ დროს საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ქვეყანაში ეროვნულ იდეებს დიდი გასაქანი არ ჰქონდა. დიმიტრიმ შეძლო მისი მაღალი თანამდებობები გამოიყენებინა ქვეყნის გაძლიერებისა და ეკლესიის აღორძინებისათვის. იგი სხვა ქართველ მამულიშვილებთან ერთად აქტიურად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და ქვეყანაში მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გამტკიცებისათვის. 1845 წელს დიმიტრი ყიფიანი ნინო ჭილაშვილზე დაქორწინდა. ნინო წმინდა სოლომონ მეფის მეუღლის მარიამის მზრუნველობით იზრდებოდა პეტერბურგში. მათ 6 შვილი შეეძინათ, რომელთაგან 3 მცირეწლოვანი გარდაეცვალა. დიმიტრი ყიფიანს დარჩა 3 შვილი: ნიკოლოზი, კონსტანტინე და ელენე. წმინდა დიმიტრი ყიფიანის თანადგომითა და უშუალო მონაწილეობით იქნა დაარსებული საჯარო ბიბლიოთეკა, პროფესიული ქართული თეატრი, ეროვნული ჟურნალისტიკა, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკი, მეგობრებო, წარმოიდგინეთ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება და მრავალი კიდევ სხვა. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს დიმიტრი ყიფიანი იყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურობის წინამძღოლი და თბილისის ქალაქის თავი. დიმიტრი ყიფიანის შუამდგომლობით დაარსდა პირველი ქართული ჟურნალი ცისკარი. მანვე განსაზღვრა ჟურნალის თემატიკა, რომელიც ყველა კატეგორიისა და სოციალური ფენის მკითხველს ითვალისწინებდა. დიმიტრი ყიფიანს არ გამორჩენია მხედველობიდან სამშობლოს გარეთ ცხოვრებ ქართველთა ინტერესებიც. დიმიტრი ყიფიანს სამეცნიერო ისტორიულ ნაშრომებში დამუშავებულია საქართველოს ისტორიის არაერთი საკმარო საკითხი. მეგობრებო, ქართველთა ეთნოგეზისი, ხო, სახელმწიფოებრიობისა და რელიგიის ისტორია, ასევე ისტორიული გეოგრაფიის ცალკეული
საკითხები, ხო, ქართული დამწერლობის წარმოშობა, განვითარება და სხვა. ეროვნულ საკითხში დიმიტრი ყიფიანისთვის ამოსავალი იყო, ესე იგი, დებულება, ხო, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის ერი შეიძლება დაადგეს ესე იგი, პროგრესის გზას, რომელიც აზროვნებს და მეტყველებს მშობლიურ ენაზე. მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულებებში ქართული ენის დევნა შევიწროების ტენდენცია გამოიკვეთა, დიმიტრი ყიფიანი კავკასიის ხელისუფლებას აშკარა ოპოზიციაში ჩაუდგა და არსებული სასწავლო საგანმანათლებლო პოლიტიკის მწვავე და შეურიგებელი კრიტიკა დაიწყო. ხო? მერე რა? ენისას ამბობენ კაცობრიობის მგმობელნი უნდა გაქრესო? იმ ენისას, რომელსაც ლაპარაკობდნენ ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, თამარ მნათობი, რომელზედაც ქრისტიანობას გვიქადაგებდნენ მოციქულთა თანასწორნი და 10-13 სირიელნი მამანი, რომელზედაც წერლობდნენ პოეტნი, როგორც შოთა რუსთაველი, ფილოსოფოსნი, როგორც პეტრიცი, ჯულისმდებელნი, როგორც ვახტანგ მეფე, რომელსაც აქვს ამბანი უმარტივესი და უბუნებითი ყოველთა ამბანთაგან, წერდა დიმიტრი. მეგობრებო, 1886 წელს თბილისის სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობისთვის საქართველოს ეგზარქოსმა პავლე ლებედევმა ქართველი ერი ამბიონიდან დასწყევლა. როდესაც დიმიტრი ყიფიანმა ეს ამბავი შეიტყო, ეგზარქოს ხაშურიდან დეპეშა გაუგზავნა, სადაც მოგზალებით, მაგრამ შეუვალი პირდაპირობით წერდა. თუ კი ეს ყველაფერი მართალია, თქვენი ღირსების გადარჩენა შეიძლება მხოლოდ იმით, რომ შერცხვენილი დაუყოვნებლივ განიდევნოს შეჩვენებული ქვეყნიდან. მეგობრებო, ამით პრაქტიკულად ყიფიანმა ეგზარქოს საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო დიმიტრი თანამდებობიდან გადააყენეს და სტავროპოლში გადაასახლეს. გადასახლებაში ყოფნა დიმიტრი ყიფიანს დიდხანს არ მოუწია და 1887 წლის 24 ოქტომბერს იგი ვერაგულად მოკლეს. ღამით მის ოჯახში ჯალათი შეიპარა, თავში ურო ჩაარტყა და მოკლა. ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს, იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის ზგერდა ცივი ხელები დააკრეფინეს. წერდა აკაკი წერეთელი. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მადლობა.